საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ნიკოლო რტკიფანიძის ერთ-ერთ პერსონაჟზე, საკმაოდ საინტერესო სახეზე ქართულ ლიტერატურაში. ეს გახლავთ ელი გორდელიანი, რომელიც არის შელოცვა რადიოთი აი ამ ნაწარმოების მთავარი გმირი. ელი გორდელიანი იმით არის საინტერესო, რომ იგი ის ადამიანია, რომელმაც ქვეყნიდან წასვლა არჩია. თავისი პრობლემების მოსაგვარებლად, რომელმაც სამშობლოზე უარი თქვა და გადაწყვიტა, რომ ნოსტალგია არ შეაღონებდა და ეს მისთვის არ იქნებოდა ძალიან მძიმე გადასატანი, რომელმაც მიატოვა მამაც და შვილიც და ჩათვალა, რომ პირადი კეთილდღეობისათვის ცხოვრება და უცხოეთში ნეტარება ვაჟებთან ერთად იქნებოდა მისთვის უფრო მისაღები და უფრო მოსაწონი სახე ცხოვრებისა, ვიდრე ის, რომ დარჩენილიყო საქართველოში და თავისი ოჯახისათვის მოევლო. რასაკვირველია, ელის ამაში ხელი შეუწყო იმდროინდელმა ვითარებამ, იმ საშინლად მძიმე პირობებმა, რომელშიც მაშინ საქართველო ცხოვრობდა, როცა მძვინვარებდა სამოქალაქო ომი და როცა ქვეყანაში საშინელი გაჭირვება იყო, ადამიანები უკვე ჩონჩხად იყვნენ ქცეულნი, რადგან სწორედ ასე შენიშნავს ჰექსლეი, როცა ელის დაინახავს, კმაყოფილი თავისი თავითა და თავისი თვალით, რომ ჩონჩხითაც კი ვიცნობ მშვენიერებასო. როცა შეადარებს იგი ელის 5 წლის წინანდელ სურათს, ელის იმჟამინდელ ფორმას და იმჟამინდელ გამოხედვას, მის სიგამხდრეს, მის ჩაცვენილ თვალებს, მაგრამ როცა ხვდება, რომ ეს ქალი თუკი კარგად გამოიკვებება და კარგად ჩაიცვამს, იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც 5 წლის წინ იყო, როგორც განსაკუთრებული და საოცარი მშვენიერება. თავისთავად ელის შემოყვანა ნაწარმოებში არის ერთ-ერთი საინტერესო ხერხი და ნიკოლო რტკიფანიძე საკმაოდ ესეთი დამაინტერესებელ ხერხს მიმართავს, როცა მკითხველს ეუბნება, რომ სხვა არაფერი შემატებია ქართულ მშვენებას ელის გარდაო. ასე რომ მკითხველი ელოდება, რომ ელი განსაკუთრებული ქალია, მას განსაკუთრებული რამ მოეთხოვება და განსაკუთრებული წესით უნდა იცხოვროს, რადგან ნაწარმოები სწორედ ასე იწყება, რომ შალვა გორდელიანმა შეირთო იოანე ვახერელის ასული მატილდა და 11 თვის შემდეგ მათ ეყოლათ ელი და ამის გარდა სხვა არაფერი არ შემატებია ქართულ მშვენებას. მას ელპიდა დაარქვეს და მხოლოდ ბებიას ახსოვდა ეს და მხოლოდ ლოცვების წიგნში ჩაწერილი დარჩა. ამას ყველა ელის ეძახდა, ანუ შეუმოკლეს რაღაცნაირად ეს სახელი, დაარქვეს მოფერებითი სახელი და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ელპიდა ნიშნავს სასოებას, გამოვიდა, რომ ელის თითქოს სასოება იმთავითვე წარკვეთეს, რადგან იმედი დაუკარგეს, რადგან სასოება სწორედ იმედია ახალი ქართულით და გამოვიდა, რომ ელი რაღაცნაირად უსასოო პერსონაჟი უნდა ყოფილიყო და უსასოოდ უნდა ეცხოვრა. დაიბადა ელი, ამბობს ამას ნიკოლო რტკიფანიძე და გაიზარდა იგი ზუსტად ისე, როგორც იმდროინდელი ცნობილი ოჯახების შვილები. მას არ დაჰკლებია ცეკვაზე სიარული თუ სიმღერაზე, მას არ დაჰკლებია განათლება, უცხოენაც ასწავლეს, გაზარდეს როგორც კულტურული ოჯახის ერთ-ერთი ღირსეული წევრი და როგორც შეეფერებოდა განათლების იმდროინდელ სისტემასა და შესაძლებლობას და ბოლოს აი ამ ბანკეტებმა და ბალმა, როცა მან დაამთავრა გიმნაზია, გამოაჩინა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო თახსდილი ქალია. იმავე ბალზე მან გაიცნო თავისი მეუღლე ვლადიმერ ბორენკოვი და იქიდან დაიწყო ელის უბედურება. ნიკოლო რტკიფანიძის სათქმელი თუ ჩვენ დაუკვირდებით ამ ნაწარმოებს, გახლავთ სწორედ ის, რომ ქართველი ადამიანის გულის შემატკივარი და მისი გულისა თუ ფიქრის გამგები მხოლოდ ქართველია. და ელისათვის ძალიან ძნელია იმ პირობებში, იმ პრინციპებით ცხოვრება, რომლებიც უცხოელთათვის არის დამახასიათებელი და არ არის დამახასიათებელი ქართველთათვის. ამიტომაც არის, რომ ბორენკოვი მას საშინელ შეურაცხყოფას აყენებს, მაგრამ რომ გეკითხათ მისთვის ბორენკოვისთვის, ეს შეურაცხყოფა სულაც არ იყო. მას ეს მოსწონდა პირიქით, როცა მან გადაწყვიტა, რომ თავისი მეგობრებისთვის შიშველი ელი ეჩვენებინა.
რადგან დაიტრაბახა მეგობრებში, რომ მას ყავს ულამაზესი ცოლი და წამოიყვანა კიდეს თავისი ლოთი ძმაბიჭები, სამხედრო პირები, რომ ეჩვენებინა შიშველი ელი. ქართველი ქალისთვის ეს უზარმაზარი შეურაცხყოფაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ბორენკოვისთვის ეს იყო მხოლოდ ქედმაღლობის გამოვლენის საშუალება, რომ თავის მეგობრებზე, თავის თანამებრძოლებზე უკეთესი მეუღლე ჰყავდა, მათზე უფრო ლამაზი და მათზე უფრო კარგი. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვა ის, რაც უნდა მოჰყოლოდა, ელი გაიქცა შეურაცხყოფილი, ნახევრად გახდილი, ამ ვაგონიდან გადახტა და ამას მოჰყვა ის, რომ იგი რამის გააუპატიურეს რუსმა ჯარისკაცებმა. ერთადერთ მშველელად მხოლოდ იერონიმე შვინდაძე გამოეცხადა და სწორედ ის გახდა შემდგომში მისი მეუღლე. თუმცა არც ის აღმოჩნდა ღირსეული კაცი, მაგრამ მკითხველი როცა ამ მომენტს კითხულობს და ჩაუკვირდება, აღმოჩნდება, რომ ამ ადამიანს შეიძლება არც უნდოდა ოჯახის მიტოვება და სურდა, რომ ყოფილიყო ელისა და მამამისთან ერთად მოევლო ბავშვისთვისაც, რომელიც მალე უნდა გაჩენილიყო, რადგან ელი მას ეჭუკჭუკებოდა ხოლმე, რომ აი მალე გაჩნდება შვილი, რომელსაც ჭამა უნდა, გამოკვება უნდა და უნდა სამსახური იშოვო და უნდა ჩადგეს ისეთ ადგილას სამსახურად, რითაც და რა საშუალებითაც გამოკვებო, რომ იერონიმე იძულებული გახდა მიმალულიყო და თავის უნიათობას, ასე ვთქვათ, აი ამ გაქცევით უშველა, რადგან მას თითქმის არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ოჯახი გამოეკვება. აი ასე გახდა ელი ნაფტკენი ბუმბული. ნაფტკენი გახლავთ ფრინველი, რომ ქათამი მაგალითად ყველას დაგინახავთ ალბათ, ნისკარტით გამოიგლეც ბუმბულს ფხანის დროს და ეს ბუმბული დაბლა ჩამოვარდება. აი ასეთი გახდა ელი იმ სამოქალაქო ომის გამო, იმ თავისი ქმრების გამო, იმ სიტუაციის გამო, რომელიც მან გადაიტანა და რომელშიც იგი აღმოჩნდა და ამის შემდეგ საოცრად გაჭირვებულ ოჯახს უკვე ყოველი მხრიდან მძიმე ამბებით შეჭირვებულ ამავე დროს, რადგან ისმის საშინელი ხმები იმ გაჭირვებულ თბილისში პოლიტიკური ვითარებას საშინლად მძიმეა და ელის ერთადერთი გზა რჩება, რომ როგორმე წელებზე ფეხის დადგმით ხანდახან მაინც რომ იშოვოს რაიმე საკვები და გამოკვებოს თავისი ოჯახი. ელისათვის ძალიან იოლად შესაძლებელი იყო ის წინადადება, რომელიც მან ჰექსლეისგან მიიღო. ჰექსლეიმ იგი სულ შემთხვევით დაინახა, მაგრამ მოიხიბლა მისი გარეგნობით და რასაკვირველია შესთავაზა, რომ მასთან ერთად წასულიყო. ასე აღმოჩნდა ელი უგვირგვინო ცოლი. ანუ საყვარელი იმ ადამიანისა, რომელიც მას ევროპის დათვალიერებას და კარგ ცხოვრებას თავაზობდა, მაგრამ რა თქმა უნდა, არაფერი არ დარჩებოდა საიმისოთ, რომ ელის როგორც მეუღლეს პატივსცემდა იგი, რა თქმა უნდა არა, და რომ შალვას თქვათ შეეძლო ეამაყარო, მას ყავდა ევროპელი სიძე. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ელი მისდევდა როგორც საყვარელი, ამიტომაც აი იმ საშინელებას, რომელიც მაშინ ტრიალებდა, ყველაზე კარგად წარმოვიდგენთ თუ გავიხსენებთ იმ ეპიზოდს, როგორც ცდილობს შალვა, რომ გამოიძახოს დუელში ჰექსლეი და შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ ეს დუელი შედგეს, თვითონ ბოდიშსუხტის, აი ეს შალვა გორდელიანი ამაყი ქართველი ვაჟკაცი ჰექსლეის და ერთადერთი იმას თხოვს, რომ თუ კი შეიძლება რო გთხოვოთ და თუ კი ამას რაიმე აზრი აქვს, მიხედეთ ელის, ელი კარგიაო. მაგრამ შალვამ იმ წუთშივე იცის, რომ ეს არის ტყუილი გაბრძოლება მისი მხრიდან, რომ ჰექსლეის ელი მანამ ეყოლება, სანამ მობეზრდება ეს ქალი და შემდგომში იგი მართლა ნაფტკენი ბუმბულივით უნდა მიდიმოდიოდეს აი ამ ევროპის გზაჯვარედინებზე ერთი ვაჟიდან გადადიოდეს მეორე ვაჟის ხელში. რა თქმა უნდა, რა ძალიან მძიმეა შალვასთვის, როგორც მამისთვის, მაგრამ ნიკოლო რთქიფანიძე არაჩვეულებრივად შენიშნავს ამ არ შემდგარი დუელის შემდეგ გამოვიდა შალვა, ფეხები ეწებებოდა მიწას, ისე გრძნობდა მათ სიმძიმეს, ძლივს მიდიოდა და მთელი მისი სხეული, მთელი მისი არსება გამოხატავდა რუსთველის ფრაზასო დაამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი. ანუ ის იყო ის ხელმოცარული მამა, რომელმაც ვერაფერი უშველა თავის ერთადერთ ქალიშვილს და ვერ შეუშალა მას ხელი, რომ იმ გზას არ დასდგომოდა, რომელიც მისთვის დამღუპელი იქნებოდა.
ეს გზა თვითონ ელიმ აირჩია. ელის წასვლა საქართველოდან და ის საოცარი ტკივილი, რომელიც იგრძნობა ავტორის ყოველ სტრიქონში, იმაში თუ როგორ ემშვიდობება ელი აქაურობას, როგორ ათვალიერებს იგი მთებს, როგორ ათვალიერებს სოფელს, ქალაქს, გზას, ანუ ყველაფერი ძვირფასია მისთვის, როცა აქედან მიდიან, რასაც კი დაინახავს გზაში, ისე რომ ელი გაუჩერებს კიდეც უბრალო მცელავ ადამიანებს, გლეხებს, იმისათვის, რომ დაელაპარაკოს და რაღაცნაირად ქართული სიტყვა პასუხიც ან ქართული ზრდილობაც გაიყოლოს აქედან და აი ამ მცელავებთან გასაუბრებაც უნდოდაო, ამასაც ამბობს ნიკოლოზ რქიფანიძე, მაგრამ ის ვერ პოულობდა სიტყვებს, რომლებითაც უნდა დალაპარაკებოდა ამ გლეხებს, იმიტომ რომ მკითხველი გზნობს მას იმდენად უნდა მოფერებოდა მისთვის უცნობ ხალხს, იმიტომ რომ მათთან ერთად ის ფაქტობრივად ემშვიდობებოდა თავის ქვეყანას და იმ ყველაფერს, რაც მისთვის ძვირფასი იყო, რომ ვერ პოულობდა შესაბამის სიტყვებს აი ამ გლეხებთან სალაპარაკოდ და როცა იგი გავიდა ამ ქვეყნიდან და უკვე იყო რუსეთში გადასული საზღვარზე რუსეთ-საქართველოსი, იგი ფიქრობდა აი აქაც კი ძალიან დაბეჯითებით და გულზე სევდა შემოწოლილი, რომ უყურეო როგორ ამბობენო გლეხებზეო, რომ ისინი ცუდები არიან. აი თურმე მამაჩემი მართალი ყოფილა და ისინი კარგები არიანო. ანუ ელიმ რა გაიგო? არაფერი, სულ ორიოდე სიტყვა უთხრეს აი ამ გლეხებმა, უბრალოდ შეეშინდათ ავტომობილის და მადლობა გადაუხადეს შემდეგ, რომ მან უფლება და შესაძლებლობა მისცა ავტომობილში ჩამსხდარიყვნენ, რადგან ისინი ამას კარგ ახანს და შეიძლება მთელი სიცოცხლეც ვერ მოსწრებოდნენ და ამიტომ ასე ემადლიერებოდნენ აი ამ ვიღაცა გამოპრანჭულ ქალს, მათთვის ქალბატონს და ძალიან მიუწვდომელ ვინმეს, მაგრამ ელის შეიძლება მათი მდგომარეობა ერჩია და მათთან ერთად ყოფნა ერჩია უცხოეთში წასვლას და ერჩია რომ თვითონაც ასეთი გაჭირვებული ყოფილიყო და ცელით ერჩინა ოჯახი ბალახის მოთიბვითა თუ აი ამ ბალახის გაყიდვით, ვიდრე ასეთი გზით, როგორიც თვითონ აირჩია. როცა ელი ასეთ გზას დაადგა, უკვე გასაგებია მკითხველისთვის, რომ მან კიდევ ერთი ქრისტიანული სათნოება დაკარგა. ეს გახლავთ სარწმუნოება, რადგან იმედი მას უკვე დააკარგვინა იმ ურთიერთობამ ჯერ პირველ და შემდეგ მეორე ქმრებთან და იმ ცუდმა დამოკიდებულებამ, რომელიც მათი მხრიდან იგრძნობოდა, აი ახლა მან უკვე სარწმუნოებას დაკარგა, რადგან მორწმუნე ქრისტიანისთვის შეუძლებელია საყვარლობით და ვიღაცასთან ერთად ცხოვრებით თავის რჩენის გზა რამენაირად იყოს გამართლებული, რადგან 10 მცნებიდან ერთ-ერთი არაიმრუშო ირღვევა ცხადია და როგორც გინდა ლამაზად და როგორც გინდა გაფორმებულად ან შეფუთულად იყოს წარმოდგენილი ეს ტიპი ცხოვრებისა, რა თქმა უნდა, მაინც გაუგებარი და მიუღებელია ქრისტიანი ქალისათვის ამ ტიპის ცხოვრება. ამიტომ ელი ამასაც კარგავს და ერთადერთი რჩება ეს გახლავთ სიყვარული, მაგრამ პირობითად იგი სიყვარულზეც უარს ამბობს, როცა თავისი სამშობლოდან მიდის, როცა ივიწყებს მამას, როცა ივიწყებს ქალიშვილს, მაგრამ მკითხველი ხვდება, რომ ერთადერთი რაც მასში ბოლომდე რჩება და რის გამოც ელი ყველანაირად ცდილობს, რომ დაიმსახუროს, როგორც თვითონ ამბობს ამას საქართველოში დაბრუნება, ეს გახლავთ სიყვარული. აი ეს გრძნობა მასში ბოლომდე დარჩა და ბოლომდე შეინარჩუნა მან მადლი სიყვარულისა და სწორედ ამ სიყვარულმა არაერთი ნაბიჯი გადაადგმევინა საიმისოთ, რომ როგორმე საქართველოში დაბრუნებულიყო. სწორედ ეს ნაბიჯი იყო მანამ სანამ გველებთან იცეკვებდა ელისათვის ჯერ მუზეუმებში სიარული და ტკბობა საკუთარი ტანჯვა-წამებით. ნიკოლოზ რქიფანიძე გვეუბნება, რომ რაც უფრო მეტად დააქროლებდნენ ვაჟები აქეთ-იქით და რაც უფრო ძვირფას ტანსაცმელს ყიდულობდნენ მისთვის, რაც უფრო დიდხანს აწუხებდა მას ჰექსლეი თუ ბრომლეი თავისი საზოგადოებითა და თავისი ყურადღებით, მით უფრო მეტად დაარდობდა ელი და როგორც კი ჰექსლეი სადმე გავიდოდა და ბრომლეი ვეღარ ბედავდა, რომ მარტო დარჩენილიყო ელისთან, ელი უკვე სულ სხვანაირი ხდებოდა. ეს უკვე აღარ იყო ლამაზი ქალი, გამოპრანჭული ძვირფას ამბაჩებში, არამედ ეს იყო უკვე მოთენთილი, დაღლილი, შეწუხებული, ნამტირალევი ადამიანი, რომელიც იმიტომ დადგებოდა, ვთქვათ, კალიდასას შაპუნტალასთან და იმიტომ შესცქეროდა აი ამ სურათს, რომ როგორმე
მას სხვა მხიარული ქალის დანახვით საკუთარ თავთან პარალელი გაევლო და თავისი უბედურება, თავისი ტკივილი შეეგრძნო და გაეაზრებინა. იგი მხოლოდ და მხოლოდ ტკბებოდა ტკივილით და ყველაფერი ის, რაც მან კომპლიმენტად მიიღო ევროპაში, რომ თითქოს მას დიდად უყვარდა ხელოვნება, დიდად უყვარდა თეატრი, რომ იგი აღელვებული უსმენდა მუსიკას, რადგან ელი ამ დროს ყოველთვის იხსენებდა თავის ქვეყანას და ამიტომ ჩამოსდიოდა ცრემლიან, ამიტომ გამოთქვამდა აზრს, რომელიც ევროპელთათვის იყო სული შემძვრელი. აი ეს რეკომენდაციები თუ ეს რომ მას გააღებოდა კარი მაღალ საზოგადოებაში, ხელოვნების საზოგადოებაში, ანრადა ეს შეხედულებანი მასზე, რასაკვირველია, ელიზე ვერ ახდენდა შთაბეჭდილებას. ელი მხოლოდ მოისმენდა ამას, მაგრამ მას შიგნით, რა თქმა უნდა, სურდა, რომ მთელი ეს კომპლიმენტი თუ მთელი ეს შესაძლებლობა მას საქართველოში გამოეცადა და რომ საქართველო ყოფილიყო ის ქვეყანა, რომელიც მას ასეთად მიიღებდა. აქ იგი მხოლოდ და მხოლოდ იღლებოდა ამით და მხოლოდ და მხოლოდ თრებოდა მწუხარებით. აი, როცა მას ჰექსლეი შესთავაზებს, რომ შენგან დიდი მსახიობი დადგებოდა და ფილმში უნდა გადაგეღო და ეტყვის, რომ თუმცა არაო, წარმოუდგენელია, რომ მე კულისებში ვიდგე, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ თქვენ მე უნდა დაგკარგოთ, რადგან თქვენ მაშინ ყველა გაგიცნობთო. აი, იქიდან მზადდება ნიკოლოზ რდიქიფანიძის მიერ ის ტრაგედია, რომელიც შემდგომში გველოდება. ელიმ უნდა იცეკოს და ელი უნდა მოკვდეს სცენაზე, რადგან ამით ის თავს დაიხსნის ჰექსლეისაგან და ერთგვარად რაღაცნაირად გაანეიტრალებს იმ ცოდვას, რომელიც სამშობლოდან წასვლითა და იქ ჰექსლეისთან ცხოვრებით დაიდო. გველებთან ცეკვა ყველაზე უფრო ამაღლებული ადგილი და ყველაზე უფრო დაძაბული, დრამატული ადგილია ამ ნაწარმოებისა, რომელსაც მშვიდად რასაკვირველია ვერ წავიკითხავთ. იმიტომ რომ ჩანს საოცარი ექსპრესიულობით ნიკოლოზ რდიქიფანიძის მიერ თუ როგორ სრიალებენ ეს გველები ამ ულამაზეს სხეულზე და როგორ კლავს შემდეგ ერთ-ერთი გველი, როცა დაგესლავს ელის და როგორ არ ზემოქმედებს არანაირი წამალი მასზე. აი, სწორედ აქ ჩანს, რომ ელის ცეკვის მიზანი ერთადერთია, ის უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში, რადგან მას მხოლოდ აქ უნდოდა თავისი ბედნიერება და სიკვდილის წინ მას სწორედ გაახსენდა თბილისის ხედები, გაახსენდა ის ყველაფერი, რაც მას ძალიან უყვარდა და საოცარია პირდაპირ, როცა იგი ცხოვრობს გაბრწყინებულ, გაკრიალებულ ლონდონსა თუ მიუნხენში და მიუხედავად ამისა, მას თავისი თბილისი, მტვრიანი, ჭუჭყიანი, ჩამონგრეული, ანდა ნახევრად დანგრეული ეკლესიები, რომელიც გზაზე დაინახა, როცა საქართველოდან მიდიოდა, ანდა აი საწყალი აჩაჩულ-დაჩაჩული გლეხები, გაჭირვებულად ჩაცმულნი, მისთვის გაცილებით უფრო ძვირფასნი არიან, ვიდრე ის გამოწყებილი ევროპელები, რადგან იქ იგი თავს უცხოდ გრძნობს. და ყველაზე საინტერესო არის ნაწარმოების ფინალი, როცა ელის დიდი ზარზეიმით დაასაფლავებენ, მაგრამ ნიკოლოზ რდიქიფანიძე ოსტატურად შეგვახსენებს მთელი მგავლით გზას, რომელიც ელის აქვს და ჩვენთან ერთად კიდევ ერთხელ დარდიანად გადახედავს ასეთი ადამიანების ხვედრს. და აი აქ როცა დამთავრდა სამგლოვიარო მარშიო და აი ამ მარშში ჩანდა სამხრეთის მზე, თბილისის სევდა, ავტომობილის საყვირი, ბრომლეის ხმაური, პარიზის ყავახანის როკვა, ჩინეთის აბრეშუმის შრიალი, ბრომლეის უსაზღვრო პატივისცემა, თინოს შურიანი ღიმილი, გველის სრიალი ქალის უზადო ტანზე, საიდუმლო შელოცვა და ყველა ამას გარს ეხვეოდა სულთანბრძოლი შალვას ხრიალი, რამინოს მშვიდი ცქერა და საქართველოს მივარდნის სოფელში გაზრდილი მამიდის უხმო, ბებრული ქვითინი, ტირილი და ზოგჯერ მოთქმა. აი ეს არის ელის მთელი ცხოვრების გზა, რომელიც შეიწირა ამ შემთხვევაში იმ ცუდმა ვითარებამ, რომელშიც ის ცხოვრობდა, იმ ძიმე პირობებმა და რამაც იგი ნაპტკენ ბუმბულად აქცია. და მარადიულად გვამახსოვრდება და გავყვება თან შეუძლებელია სხვანაირად ბოლო ფრაზა ნაწარმოების. ელის ხომ უფრო შეეფერებოდა, რომ მისი ფერფლი სადმე ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის ახლოს მიმოებნიათ. აი ეს არის ის დასკვნა, რომელიც ელის პერსონაჟთან დაკავშირებით ნიკოლოზ რდიქიფანიძემ შემოგთავაზა.
მისთვის გაცილებით ძვირფასი იყო, რა თქმა უნდა, რომ სადმე საქართველოში დამარხულიყო, ან და მისი ფერფლი სადმეა ქართულ მიწაში ჩაშლილიყო, რადგან სწორედ ელია მაგალითი იმისა, რომ სამშობლოს გარეშე მცხოვრები ქართველი ცოდოა, რომ იგი ნოსტალგიით იტანჯება და ბედნიერებას ვერსად მოიპოვებს, სადაც მისთვის სამშობლო არ არის და სადაც იგი თავს სამშობლოს ცით დახურული თუ სამშობლოს მიწით გარშემორტყმული ვერ გრძნობს. გმადლობთ ყურადღებისთვის.